მომდევნო 3 დღეს მე გავატარებ მიწისქვეშ, კუბოში. თუმცა არა ამით, არამედ ამ მაისური, ამბასადორ ბეთის მაისურით, რომელიც წელიწად ნახევრის განმავლობაში იქნება ჩემი სპონსორი. თუ გადავრჩი. ეხლა კიდევ ვფიქრობ, რომ გონი დროა, რომ დამარხეთ. დამარხეთ. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, ალბათ უკვე გაგიჩნდა შეკითხვა თუ რატომ ჩავდივარ კუბოში. პასუხი კი ძალიან მარტივია, თუმცა ამავდროულად იჟური. ამ ჩელენჯისთვის მე მომძრაობს ერთადერთი მიზანი. მოუხსნა რეკორდი მსოფლიოში ყველაზე დიდ და ცნობილ იუთუბერს, Mr. Beast, რომელსაც ორი მცდელობა ჰქონდა. პირველი, ეს იყო 55 საათიანი და მეორე, ეს იყო 7 დღიანი. ჩემი პირველი მიზანი იქნება რომ ჩავიდე 55 საათზე მეტი, რათა დავტესტო ის თუ როგორია ცხოვრება მიწის ქვეშ. და ჩემი შემდეგი მიზანი კი იქნება ჩავიდე 8 დღე და მოუხსნა Mr. Beast-ის რეკორდი. არა ლოს-ანჯელესიდან, არა გერმანიიდან, არამედ სადღაც პატარა საქართველოდან. უფრო კონკრეტულად ვარკეთილიდან. ჩემი კუბო გიწოდე? თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული გქონდა. ნეტვა, შუქი ჩაკრა. ნეტა ვიცოდე, როდებდე. შუქი აღარა. ერთი აკანატებს. შუქი აკეთ, ბიჭო. გიგი, გაწყდა ეხა მანდ კაბელი რა. ხო და დენის ჩაგირთავდეთ 5 წუთში ხო არ გეშინია? ბიჭო, რავი, ვენტილაციაც გაწყდა. ყველაფერი გაჭე, ახადება, ბიჭო. აქედან არ მომიყვანოთ. კაი, ხო, ნუ ხარ პანიკაში ხო, 10 წუთში ჩაირთვება დენი. ცენტრალური გამოთვაა, შეჭება ყველა გაწავიდა, მარტო აქ კი არა. გესმის? ხო, და მე მგონი ეს ჩემისა. გიგი, კავშირზე გამოდი. დაცხა. ო და პატრონი შეიძლება იყო შესულიყავი მან. ნახე როგორ დაიწყო უკვე. სიბნელია ძალიან მანდ. არა, ბანათებს ზემოდან რაღაცა. ეხა შუქი მოვიდა ეხა? კი მე მგონი, ეხა წითელი ჩაირთო. კიო, მოვიდაო. აი გასწორდება ყველაფერი, ნუ ღელო. ეს არის რაც ჩაირთო. ანუ ეს გვაქვს სპეციალურად ესე ერთი მაგი. აჰა, всё, ეგა. იმენა, დისკო, პარტი. დისკო, პარტიზანი. გიგი, ეხა გაყრით მიწას და არ შეგეშინდეს. დაიცა. ერთი წამით. რა ერთი წამით, всё, მორჩა. ცოცხალი ხარ? მეთხარი ხოლმე, ხანდახან ღელავ. ტომი, ჯერი ვარ, გესმის შემიხმა. კი, ეხა მესმის შეჩება. ტომი, ჯერი ვარ. всё, განად ნათელში ვარ. უთხარი შენ გამომწერებს რამე საფლავიდან, მოდი აბა. ყველანი მიყვარხათ, მენატრებით. მოამოვალ ერთი დავლიოთ. თუ ამოხვალ, გიგი? ხო, შეჩება, თუ არ გადამიჭრით იმ რაღაც შუქს და გამწოვს და ვერ მისუნთქე. როგორი გზობა არის ეხა მათყოფნა? ანუ ხვდები რომ დაგეყარა მიწა უკეთავზე? რამდენი მიწა მაყრია, ვით ვერ მორჩით დასაფლავებლად. ჩვენ ვცდილობთ რომ ხარისხიანად დაგასაფლავოთ. მეგობარი ხარ, შენ ნამდვილი. ნეტა ვიცოდე როდემდე უნდა ვღელავდე. მე რო გელაპარაკებ მომის ვენა იყოს გაგონება ბიჭო. ოუ, რა რამდენი ხანი 1 საათია მაყრია. გიგი, ხოლო მიწას გაყრით და როგორ გძნობ თავს? ვენტილაციაში ხმა ქვიშა ჩამოიყარა და ხმა ისვის რაღაცა თქ ესე. ნუ გეშინია, გაიტანს, ეგ არ არის პრობლემა. მე არაფერ შუაში არ ვარ, ხალხო, მისი იდეა იყო. მე არ დაწეროთ რომ აჩი დაასაფლავაო, რო იცოდეთ. ნახეთ, ჩემი მეგზურია, როგორც გითხარით, ამბასადორი და ესე ვამოგზაურეთ. ჯუტია მანყოფნა თუ ჯერ კიდია. მაცადე, სპონსორის სახეს ვამბობ, მაცადე, შენ როარ ჩამეცრა შუაში. ჩემი სპონსორისთან ერთად გავატარებ ესე. ჩვენი სპონსორია. მაცადე, ხო და ჩვენი სპონსორი ესე ისი ლამაზად მყავს. მითხარი, ისე მითხარი. არ მაცდის, მეგობრებო, რა ვქნა, აი. მაჭამით. ბიჭო, მე ვიცი რომ მკვდრებს არ შევდება თუ შეჩება და რანაირი მკვდარი ხარ, თუ შევდება. მეფსია კიდევაც. ფისები გინდა? მართლა ჭირის სუფლები რატოდ გახართ ორივე? ანუ კამიდგება ეგრეთ ვაიფს მიქმნის და კითხო ხელი კამის. ლენგან ვიცი ამბობ მართლა ცუდად. გიგი, შენი დადა მისი და ქალი ისეთი ჭირის სუფლებებით განან აქ რომ მართლა მგონია რომ მოკვდი ხანდახან. ტირიან.
თავი დამანებას. ბიჭო, ყურები დამიგუბდა ძალიან. 1-2 საათში მოკვდები და ეგა არა. ასევე აქ გეტყვით რომ ეს ისეთი რაღაცა რომ არავინ არ უნდა გავიმეოროთ, ანუ ეს ბევრი პროფესიონალი ამაში ჩართული გადაღებაში, თვითონ ამის მოწყობაში, ყველაფერში, ასევე რამე რომ მოხდეს კიდე გვაქვს ზემოთაც ჩამაგრებული თოკები, რომელიც აწევს რო რამე რა, ანუ აი ზემბიედას. მე რა მომივა არ ვიცი, მაგრამ ეგ არის გეგმა. ნუ პლანი. აი სალომი დამშვიდი გეხვეწე. რა ეჩქარებოდა. გიგი! ხო, რა გეჩქარებოდა შეუბედურო გიგი ცოცხალი ხარ ბიჭო? ცოცხალია მე მგონი ეს სალომე. ცოცხალია მე მგონი. რა გინდა რა? გიგი შენს ბოლოს ყოს კითხულობ და მოусმინებ. გისმენ შეჩემ. დღეს მძიმე გულით ვემშვიდობები ჩვენს ძვირფას მეგობარს, გამორჩეულ ადამიანს და შეუდარებელ მოგზაურს გიგი ქათამაძეს. სადაც უნდა ყოფილიყო? თაში თუ უდაბნოში, სოფელში თუ უცხო ქალაქში, მას ყველგან მოყავდა ერთი ცოლი და ყველგან ყავდა ერთი ნაში. რაც მართალია. და ისტორიებს გვიზიარებდა, რომელსაც ჩვენ შვილიშვილებს მოუყვებით. მადლობა ყველაფრისთვის, გიგი. შვიდად იმოგზაურე იქ, სადაც სიჩუმე და სიმშვიდეა. კაცი ხარ, აჩი, ამდვილი შემოგევლე რომ ამოვალ ჩაგეხუტები შემოგევლე შენა. მადლობა ჩაჯიბიტის. აჯიკა. გიგი როგორ ხარ? როგორც ქართულ კაცს შეეპერება მამდვილ მამაკაცს. ძალიან მიხარია რომ ეგრე ხარ. პირველად არის მეგობარ როცა განსვენებულ ადამიანს ვილაპარაკებით. ჩვენ გვაქვს ახალი ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ რომ იქით სამყაროში შევაპარაკოთ ადამიანებს. გამოიწერეთ აჩის არხი. ეს ხუთი რო დამიდიაქ რა უყო? გიგი, მე მაგ სამყაროში ეგ ხუთი გამოგაყოლე, რადგან ყველაზე მეტად ვიცი რომ ეგ გიყვარს, რაც მაგ ხუთშია რა. ხო და ეხა მიდი ადექი და გახსენი, იმიტომ რომ ძალიან მოგეწონება. ხო მოეწონება სალომე? გადაირევი. ანუ რა არის? მე საჭველი არ არის? ბიჭო, შეიძლება საჭველას გამოიყენო მომენტ რა, არ არის პრობლემა. გააჩნია რამდენად ნამდვილი მამაკაცი ხარ ქართველი. დაიცა უნდა გაუხსნა. აი ესეთ ხუთი დამიტოვა აჩი. ბიჭო, ძალიან სივიწროვე, ერთ წამ ვერ ხსნა. მიკიტავადი. არ გველია შეჩემა. არა, შანსი არა, ეგ არ იქნება. ეს რა არის, ბიჭო? სულად ხوارა ხარ, ეს რა არის? სახელი შენ უნდა დაარქვა. ბიჭო, რო ამოძრეს? სახელი დაარქვი და არაფერს არ გიზავს. ხო ძალიან ლამაზია, ყველაზე ლამაზი ამოვარჩიეთ. ჩემი ყველაზე დიდი ფობიაა გველი. აჩი. რა სიძახი? მართლა, ეგ არ ვიცოდი თორე, არ ჩამოგაყოლებდი. ამას ვერ ამოგაწვდით? არა, მაგას სულ რომ მეხვეწო, მე არ ამომაწვდი. გიგი, აბა, ჩვენ ზევით შენს ქვევით და ჩვენ ზევით ყოფნას გამომარჯოს, მაო. აბა შენ იცი. გაიხარე, წამიქციეთ. წაგიქცევ, აი წაგიქციე. ბიჭო, цаრიელი ბოთლი ჩამომიგდეთ რა, მეფსია. აი, მოსაფსვილი. ეს ხო არის цаრიელი? ეხლა მაცადეთ. და აი, ეს გამოიყურება, ხო, ესა. აი, ბევრს კი ვსავთ ადამიანების. რაღაცები ჩამოდიან, ბიჭო, მწერები. ვიპიდერ. ახე უკვე დავმეგობრდით. აქ რა ჩამოგიყვანა შეუდგეო. რიფს ჩალიჩობს ესა. აკია ჩემ დამაჩელენჯა რომ სანამ კუბოდან ამოვიდოდი, ერთხელ მაინც ამომეყვანა გველი გალიიდან. და ეს ჩემი მისია გახდა. ანუ მოვიწყინე შეჩემა კუბიკი ჩამომიგდე რა რაღაცა კენი. მაჭამი, მაგიტომ მიშია რომ არაფერს არ ვაკეთე. აი ხო, მართლა ბოროტი ხო არა ვარ? ამ შენ გამოწერეს ბოროტი ვგონი ვარ, მე არა ვარ ხალხო ბოროტი. საყვარელი ბოროტი ვარ ისე რა. გველი როგორ ყავს, მითხარი? აიგათ არის გველი, შენ არ ახარ საყვარელი, შენ რაღაც აბოდიში. ხო და თუ ვარ იჯექი ხა მან ხარ არ ჩამოგიგდებ არაფერს. ბევრს გაინტერესებს რა დედაჩემს რა რეაქცია აქვს. დედაჩემს სასწაულად ნერვიულობს. კამერა რაც მეყანია დედაჩემიც უყურებს ახლა. სალამი და მისტერბის ვაჯობებ, ჯერ კიდე 2 დღე გვაქვს. ხო და ამ ვიდეოში მინდა ბოდიში დედა რო განერვიულებ, მაგრამ მისტერბის უნდა გადაუჯუქრო შანსია, ისე არ გამოვა. უკან ჩემი კარავია გაშლილი ხალხო, ესე მომიწევს დღეს მარტო დარჩენე, ეხა ვინც მიღებს ესეც წავა, მალე ამასთან ერთად, მკვდართან ერთად დავჭები. ოჰ, ძაღლი, შენ ვერ გაჭმე, ბოდიში. მაგარი ცუდი ამინდი კი დაემთხვა ისი ამ საწყალს. არ ვიცი, მე მგონი ძალიან გაავდრდება. საშიდელი ქარია და წვიმას აპირებს. ვერ გაჭმე, ბოდიში ძაღლუკა. საყვარელი კი ხარ, არა მაინც. უკვე ღამის 12 საათი იყო და მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა გამიკეთებინა. ამიტომაც გადაწყვიტე დამეცინა. თუმცა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. მოკლედ ესეთი ამბავია, აჩიმ დამირეკა, გაიღვიძეო.
იმიტომ რომ წვიმა არისო, ერთი ამბავიაო და ნუ ეს დაგეტესტილი გაქ ყველაფერი, მაგრამ ნერვიულობ მაინც. შეხედე რა და როგორ არის. მოკლედ ისეთი ელოა, გარეთ ისეთი ამინდია ჩვენ მანქანაში გვეშინია. ანუ იცუდი ამინდია. ერთი ღმერთი არ ჩამოსულა ძმა, თორე და შერავი, ყველაფერი მოხდა. ისიანა თემს სერიალოა, არისო, რავი, მე მგონი მართლა მიწის ქვეშ ყოფნა ჯობია ვიდრე ვარ. ბიჭო და ელოა რო დამეცეს? მაინც ჩადებული ხარ მიწაში და. აი, არ ვიცი. ის რა კაცია მაინც კუბოში დევხარო. ანუ მართლა წვიმს, თან წვიმს. აუ რა არის? იმის რაღაცაში ვარ. თან მიწაში, თან სველია. მე მართლა წეჩვარანერილო ვიხარ რა. ამ საშნელი ამინდი. ანუ ნახე რა ამინდია გარეთ ფუჩა მოვიდა. ერთი წუთი გადავედი და შეხედეთ იმენ. დედა რაღაც ფეხსაცმელს. რა გინდა, თავი დავანებე რა ხო შეიძლება. რაუ ჩემი მეგობრებო, ეს თუ ჩემი ბოლო საუბარი აქ კამერასთან. პირველად არის რაღაც მხრივ შემეშინდა. ილვამ რო დამარტყას მაგის შემეშინდა ალბათ. რაღა მე უნდა დამარტყას. ურას გროხურეს მემეს მიწაში ჩემი. ეხლა გაწვიმდა თუ მეჩვენება ძალიან. გაწვიმდა და ისეთი ელო არის შეიძლება ჩვენ საგვიყოს ამ მანქანიანას. აი, წყალი თუ ჩაბოლა გითხარი და ამოგიყვათ. ან დაახლოებით შენი გამოთვლებით რამდენი ხანია უკვე წვიმს ინტენსიურად? ჯერ არ დაიცინო ყოველ შემთხვევაში, მაგის საშუალება ჩემს არ გაქვს. და ესე და ამგვარად გავათენეთ ჩვენი პირველი ღამე. მოკლედ მეგობრებო, მეორე დღე გათენდა, რაც გიგიმ თავი დაიმარხა და ჩვენ ზემოთ ავართ და ის ქვემოთ. სამწუხაროდ გუშინ აი აქ რასაც ხედავთ, ეს აფეთქდა და ათენა გავენარი შიდა კამერა აღარ მუშაობდა, ეხლა გაშვებული ყავს ჩვენი კარგი მეგობარი, რომ მოგვიტანოს და იმედია დღეს მაინც გვექნება კამერა რომ ნახოთ შიგით რას აკეთებს. ახალი დღე, ახალი შემართებები. როგორ ახლა ანზო გაიღვიძე შეიძლება გათენდა. დილა უძმოა რაღაცა გავაკეთოთ. ვითამაშოთ წეროები. ჯინოს. გაიღვიძე ანზორ გათენდა. ანზორ ბიჭო ადე. ჩემი დანარჩენი სად არის? ჩემი დანარჩენი მეგობრები. ბუზი სადახი, უზი ჭიანჭოლა დაუკარგი ყველა. ნუგო. აი ნახეთ მეგობრებო, ესე გამოიყურება გიგი ჩემი კამერიდან. აქედან უყურებ ხოლმე რომ რამე არ მოუვიდეს. გუშ ესეთი ქარი იყო, აგერ ჩემი კარავი წაიღო ქარმა, ეხაც მიაქვს, უბრალოდ აკეცვა მეზარება. ეხა მოდი ჩავძახოთ ერთი, დახოთ დაშუა. გიგი, რა ვახარე გიგი? მაგაშინო. ბიჭო, მე კარგად, მაგრამ მე მაგ ერთი მთავარი კითხვა. შენი ახალი მეგობარი გველუკა როგორ არის? დაიცა დავხედო. ანუ ტიპს იმე და ულამაზესი გველი მიუყარეთ, მე მგონი რაც კი თბილისში იყო და ანზორა დაარქვა, უნდა მოსულა. ხედავ ანზორას შეჩემა. ერთი ჩაგვა კარტოჭკე რა. ხოდა ყველა ფობია რომ დამარცხებული გქონდეს, მიდი ბარემ ამოიყვარე. რა გეშინია, რავი კუბოში ხარ მართლა კაცი და გველის გეშინია მაგესე დავარი, მიდი ახადე თავი რომ გეშინია, მაგრამ არ გაგექცეს მან და მე არ ზდიო კუბოში კიდაკი დარიბინოს, აუ რა ხანდა ვაფაიქნე. რო გაიქცეს. ანუ რო შევეხო არაუშო, არაფერი არ მიზავს. მოკლედ ჯე არავიზი არაფერი არ უქნია ანზორას ჩვენ ესე ვითით როსაც გამოვართვით რა. ხოდა რაღა შენ გიზავს რა ვიცი. ანუ გველს შეიძლება ესე არავისთვის არაფერი არ გაუკეთებიან ეხა ზოპარკში თუ ან რავი სადაცაა. რავი ბრაზილიული არტურტურტურტი რაღაცა ქვია. შენ განახე ბიჭო მე გიგი ვარ ქათამაძე ბიჭო ვინა. გიგი როგორ მიდის საქმე გიგი? სად არის ბიჭო თავს ვერ ვნახულობ რომ არ მიკვინოს. ოიმე მიდი შემკვდარო მიდი ამოიყვარე მიდი სანამ მეგობრებო გიგის ამოყვას თავში იქამდე გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube არხი Uncle Achi ხო და მე ესე რაღაც გიჟობებს მეც გავაკეთებ რა ვიცი არ ვიცი აი ამოიყვარა მე მგონი საღო შეჭება ბოდიში რო და მე მეგობრად გვეყო დღეს ბოდიში რო დაგაგდე გველო მაგრამ შეუძმაო მეორეჯერ ამას აღარ მოვკიდებ არაფერს თუ კიდე მოვკიდო დაში თავის ხელით უღებს უკვე ნახე რა ხესეო დაამუღამა რა ეგ არის უკვე შენი ხელით უღებს შეჭება საღო მაგარი აი არა ბოდიში დამცხა ცუდად ავარ შეჭება იმენა მართლა წოდ ხო არ ახარ ხო არ მოვიდე ხო არ ამოგთხარო ჰა ბიჭო არა მართლა ძალიან ფობია მაქვს და ანუ ეხლა ძალიან დამცხა პროსტა თავი დაახური არა მოძვეს აი ამოსვლა უნდა დაიცა ამოსვლა უნდა შეჭება მე მგონი გასამაგიეროს გადახტავდო და ის დავკეტო
ბოდიში ყველო. რავი, მეტი რა ვქნა მეგობრებო, ესე ვართობ ბავშვს, თქვენს გართობთ, ყველანი ბედნიერები ვართ. თქვენ შემოგივლეთ ქართველებს. მოკლედ, აქ მაგ ესეთი რაღაცა, რომ დავტესტო ხოლმე. მოკლედ, ყველა safety measure აღებული გვაქვს ასე თუ ისე. ეხა აჩქარებულია, ჩემი პულსი საკმაოდ აჩქარებულია. აი, ეხა 105-ზე ავიდა. ანზორ ბოდიში ძმაო, მაგრამ ამ მე და შენ შორის მეგობრობა არ გამოვა. ამოვარდა სიო გარეთ, მე და შენ შორის სიო. დღის განმავლობაში კი მოვიდნენ ჩემი მეგობრები. აკი, ეს აღარ ამოიღვა. მოვიდა დედა ჩემიც, რომელიც მანქანიდან იყურებოდა. იმიტომ რომ ეშინოდა ამ ყველაფრის ნახვა. ცოტა ხანში აჩიმ გადაწყვიტა რომ ემღერა, რადგან გავემხიარულებინე კუბოში. გიგი! ხო, მოვედი, უნდა გიმღერო, შეჩება. აბა ერთი შენ დაუკავე. რა გეჩქარებოდა? გიგი! მორჩას იმღერა. ამ ქარი არ ამეჩი რომ არ მოკდარიყავი, შემართლა სხვა დროს მაინც მოკდარიყავი, შეჩება. მოვკვდით ხალხი გავწყვეტ. რა ვიცი, მე დაგეგმილი კი არ მქონდა შეჩება. ესე იცის, წუთია ეს ცხოვრება, 2 წამს შეიძლება მოვკვდე. გიმღერო? ხო. Somewhere over the rainbow. ეს მიყვარს. Gigi up high. Gigi! ხო, ამოდი ბიჭო, სპონსორი მოვიდა, სპონსორი. აიცა, სპონსორი მოვიდა. სპონსორი მოვიდა, ამოდი ხო? ნეტა მოსულიყო. იგნი მაქვს წამოღებული, იბრძოლე გადასარჩენად. ნახე? როგორ გადავრჩენ ექსტრემალურ სიტუაციებში. აი რამე რომ მოგივიდეს, ამას კითხულობ აქ რა ვაკეთო ამა. დაიკითხე. აგიკითხა, მოიცადე. ამინდის განსაზღვრავ, ამინდის მე განესაზღვრა, ვინმე სხვა შეიძლებოდა აქამდე. ეს ვიდეო თუ აბა 25000 ლაიქზე და როდესაც ავალ 200000 გამომწერზე, გავაკეთებ 8 დღიან ჩელენჯს, სადაც სოფლიოში საუკეთესო იუთუბერი ვინც არის ერთ-ერთი საუკეთესო იუთუბერი და ყველაზე დიდი, მაგას მოუხსნი რეკორდს. ამის შემდეგ კი მოვიდა ინტერვიუების ქალღმერთი ნანკა გვარი, რომელთანაც ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერე. აპლაუსი უნდა მოხვიდე, ხო? მაინდა-მაინც, მანამ არ მოუყოდი, ხო? აი მეგობრებო, ნანკა მოვიდა აგერ რომ ინტერვიუ ჩაწეროს გიგისთან და წერს კიდეც ახლა. ცოტა დეპრესიული ფიქრები გქონია? დეპრესიული ფიქრები თუ გქონიაო და როგორ ფიქრობ, გქონია? რეალურად ეხა ეს კუბოში ჩაწოლა. და მიწის დაყრა. ხო. შეგრძნებების გასამძაფრებლად ხო გააკეთე? არა, გარდა ამისა, ანუ მე და ნანკა ბევრი ვისაუბრეთ, რომლის ლინკსაც description-ში დავტოვა. ნანკა, გიგი ყავს აწერი მკვდარი ცოცხალის და რომელი ჯობდა მკვდარი ცოცხალი? რა თქმა უნდა მკვდარი. რატო? ბევრად უფრო დაღვინებულია, დამშვიდებულია. ბევრად უფრო მეტ ჭეშმარიტებას მიაგნო ცხოვრებაში. აბა დაგაინტერესებთ, რომ აი ეს კამერა როგორ მუშაობს, აქ როდევს. ეს კამერა მოკლედ ინტერნეტსა დაკავშირებული და აქედან ლაივ რეჟიმში არ მიდის აჩიშტა. და როგორ არის ინტერნეტთან დაკავშირებული? თქვენ წარმოიდგინეთ და მართლაც აქაც საქართველოშიც მობინექსი მაქვს, მობინექსის ინტერნეტი მაქვს, რომელიც დაკავშირებულია აქედან გაყვანილობით მოდემზე და ძალიან გენიალური ინტერნეტი მაქვს. არა მარტო კუბოში ინტერნეტი მობინექსის, არამედ თუ მოგზაურობთ სხვა ქვეყანაში, ევროპაში, ამერიკაში, აზიაში ყველგან და გინდათ კარგი ინტერნეტი, სანდო ხარისხიანი, რომელიც ყველგან დაიჭერს, რომელსაც მე ვხმარობ, გამოიყენებთ მობინექსის ინტერნეტი და ჩემ პრომოკოდს გამოიყენებთ Gigi on the roads, 15%-იანი ფასდაკლება გექნება. არ ვიცი, გენაცვალე, ამაზე მშვენიერი პლეისმენტი, სადმა ჩამეწერა, არ ვიცი. ამასობაში კი ჩემი აჩისნაირი ძმაკაცებიც კი მოვიდნენ. დაღამდა და მოიმატა ხალხმა, იხარეთ ქართველებო. ენი ძმები მოვიდნენ, ადაკი გიგი! კელეხი ჩაწერა 200 ლარი. სოსო ჩაწერა 200 ლარი. სოსო ჩაუწერია 200 ლარი გიგი მე. 8 ადგები იცოდე, სოსომ ჩაწერა 200 ლარი. ოქტოპუსმა გვის პროდუქტები ჩვენზეა. ოქტოპუსის გვის პროდუქტები ყოფილა ოქტოპუსის. ცეკვა? ცეკვაზე მე გავიგე ხა, მოდის თურმე ანი ლობაზე. და უნდა იცეკვოსო რა, რამდენად კი, მომწერა, უყვარდა ცეკვა, მიუვა. გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, როგორ ვისა რა ქვია? სხვანაირად გამოიყურები ეს კუბოდა. კუბოდა ადრესე კარი, როგორ ხარ? რავია, როგორც კუბო შეეფერება. დაღლილი ვარ. რამ დაღალა შენ რო? შენი ბრა, შენ დამღარე, შენი ხმის გარდა რო არაფერი არ მესმის. ბეჭეც ვაძრობს.
გიგი ფუ გიგი ხო გითხარი ვერ წავარ ბოდიში რა ამ დროს ტრანკვილიზატორი არა გაკეთებული ხოლმე 8 დღე თუ დარჩება რა ერთი დღე ხო გაუთენებ თუ დარჩებოდე პირობა აჰა 8 დღე თუ დარჩება ერთი დღე გაუთენებო ჩაწერილია დამახო ეგრე უნდა ჩავწერო მოკლედ ეს არის ჩემი ფარველი ანგელოზი რომელიც ყოველთვის ეს თუ მაქსომა მიმართლებს რა მე რაღაცა აჰა მიდი ამას თხოვნი ამ თხოვნიო არ ხარ მათხოვნ ამახვალ და დამიბრუნო აი ლოლა არ უნდა ჩემ კუბოზე არ უნდა იცეკო ვიცეკო აბა რა უნდა გნა წავიდა გიგი მოვიდნენ გიგი ბიჭო მე შენს მეტი ჯერ არავინ ყვარებია მოგცე სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებია ბრავო აჩი ბრავო აბა ჰო ადროა მეგობრებო იყიდება ლოლას დაქონი ბეჭედი იაფად და ასევე ნუცას თილისმა იაფად კომენტარებში დაწერეთ თუ გინდათ იყიდოთ არ არის პრობლემა ყიდი სასტრაფო რეჟიმში მანამ უკან დაბრუნება მომთხოვეს რა გეჩქარებოდა მიგარპენინებდა გიგი დამკრელები მოვიყვანეთ გიგი ცოტა მოგეცადა შენ რატო მოგვიღალატე შენ ათენდა ხალხო ბოლო დღეს ამას ძინავს სულ ფეხებზე კიდია აი ნაბლევა აი ნახე ამას არავით არის აი მე ვიკითხოთ რა წავალ დავიძინებ ძლივს და აღარ გავუთევ ღამეს ძალიან მეხარია შენს ასევე აღარ არ ვიცი ძილი კარგია ნათქვამია მიუვაო და გამოიწერეთ მეგობრებო ამის არხიდან მიუვა გავხარდება მეტი სიგიჟე რა გააკეთოს რა ვიცი ეგა კარგები ხართ. აი, კარგია რომ ეხა შენ უკვე არხი გამოიწერე. ყოჩა. მეშველა მეგობრებო, ბოლო დღეა ამოვა ამ კუბოდან. ეს საკუბოვე ძლივს. მეც დავიძინებ და ჩემს საწოლში დავისვენებ გემრიელა. ამიტომ ეხა წამოდი და იქიდან ამოვიყვანოს. მაგრამ მოიცა ბანანს მაინც ჩაუგდებ, სანამ ამოვა, იმიტომ რომ კიდე რამდენიმე საათი იქ უწევს ყოფნა რომ 3 დღე შეასრულოს. აი ესე მეგობრებო, ეს ლომები მყავს თელი ღამე დარაჯობდნენ გიგის რომ რამე არ მოსვლოდა აი ესე მიდით ლომებო გიგი მოკვდა მე მგონი ბიჭო არ მოცემს პასუხს მესამე დღეა შეჩემა ადექი ამოეთრიე აჰა გაიღვიძა ნახე გეუბნები კომფორტული არაფერი ამას არ უჭირს მეგობრებო მაგრამ და იქ მოსწონს ამას ყოფნა აჰა შენ ბანანი ისრო ნახე აფე არ ვარგა ბანანი არგია გიგი რამდენიმე საათის და მაქიდან ამოგათრევ ძმაო რო ამოვა ჯოჯოხეთიდან კაცი უნდა წავიდეს ნაშებში კარგია აბანა ბიჭო გიგი იყავი კიდე 1-5 დღე მაჩეჩება ბარემ და მოლეული იქნება ჩელენჯი აი 8 დღიანის გამოვა დარჩი ბარემ იყავი კარგად ახარ შეიძლება ღელავში შემოთო მე წავალ კაცო დაიკიდე და მე მერვე დღეს მოვალ აღმოსავლეთიდან მევოდე მზის პირველივე სხივებზე მეხუთე დღის პირველ სხივთან ერთად მევოდეთ გამთენი ისას აღმოსავლეთიდან მოვალ ნუ გზარადექი ნუ გზარ გუშვებენ კერდკე ადე ბიჭო ადე გვეშველა დღეს ავედით ნუ გზარ ბიჭო გაიღვიდე ადგა ის დრო ხალხო უნდა ამოვიყვანოთ გიგი ამოვყავ ხარ მოემზადე სადარი დავაი დაცხეთ მე 8 დღიან ჩელენჯზე აზრი ამასთან არ ვიქნები რა არიჯდები მზადავარ მიდი ამოვთხარეთ დაგიტო 2 დღე მან არა ჯერ არ ყველაზე ცუდი ზდომა მგონი რაც იყო არის ეს მო
აი უკვე დრონს ვხედავ დაიცა არა ვერ ვხედავ აი დრონი ეგე აქ არის რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან მალე ავალ იმიტომ რომ დრონი ჯდება 30 წუთში წავიდა აი მიდი გამოჩდა ეტაისა რაიცა შემოყარა არა რამდენი ხარ შემოგეულეთ რამდენი ხალხი ხართ რა კილოცა იგი ხარჯელას აუ მიწა ჩაგეყარა ბიჭო რა სიძახი ვარა კაია აჰა მოიწეს დაგაყარა ამოვედი მორჩა მეგობრებო თუ გინდათ რომ 8 დღე გავძლო 200 subscriber-ი 20000 მოწონება და მისტერბის უნდა გადაუჯოქროთ საქართველოდან მარტო ამაგერ მეც უნდა გავძლო ხო შენი გაძლება აჩის ამაჰერ გაკოცე